სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. ჩვენთან არს ღმერთი. ღმერთმა დაგლოცოთ, გაკურთხოთ, გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, როდესაც ქვეყნიერებას მოეფინა მადლი ყოვლადწმინდისა სულისა, გარდამოვიდა განსაკუთრებით წმინდა მოციქულებზე. აღთქმისაებრ ამაღლების შემდგომ მოციქულები იყვნენ მოლოდინში ამ დიდი მადლისა. მოლოდინი იყო ლოცვით, მარხვით, სასოებითა და სარწმუნოებით და 10 დღის შემდგომ 50-ე დღეს ცეცხლის სენების სახით დაადგა მათ მადლი სულისა წმინდისა. სული წმინდა, როგორც იცით, ეს არის ღმერთი, ერთი პირი ყოვლადწმინდისა სამებისა, რომელიც არის სამყაროს შემოქმედი ღმერთი, რომლის მეშვეობითაც მეტყველებდნენ წმინდა წინასწარმეტყველნი და ეს მადლი, სულიწმინდის მადლი მიიღეს წმინდა მოციქულებმა და ჩვენ ვხედავთ უდიდეს განსხვავებას, ვინ იყვნენ მოციქულები მანამდე, როგორი მიწიერი, ასე ვთქვათ, როგორი ადამიანური სისუსტეები ჰქონდათ მათ და სულიწმინდის მადლის შემდგომ ეს უსწავლელი და უბრალო ნებადურები, მეთევზეები გახდნენ უდიდესი ღვთისმეტყველები და მოციქულები. ესეთი ძალა და მადლი აქვს სულიწმინდას, მისით გამბრძნობილი ადამიანი ხდება ღმერთშემოსილი, ანუ ღვთისმიერი. ეს მადლი მოქმედებდა წმინდანებში, ეს იქნებოდა მღვდელმთავრები, ღირსი მამები, წმინდა მკურნალნი, მოწამეები განსაკუთრებით და ასე შემდეგ. და ეს იგივე მადლი, ზუსტად იგივე მადლი მოციქულთა მემკვიდრეობით არის დღესაც წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიაში. გუშინდელი დღე არის ეკლესიის დაფუძნების და არსების დღეც, იმიტომ რომ პეტრე მოციქულის ქადაგებით მოინათლა 3000-მდე ადამიანი იმერ დღეს ერთი ქადაგებით და შეიქმნა ქრისტეს კრებული სულიწმინდის მადლის, ასე ვთქვათ, ერთობით განმტკიცებული ადამიანთა კრებული. ეს არის სწორედ წმინდა ეკლესია და ჩვენ მადლობთ ღმერთს, რომ ამ დიდი და ქრისტესმიერი ეკლესიის, სამღვთო ეკლესიის წევრები ვართ თითოეული ჩვენთაგანი. იგივე მადლი გარდამოვიდა დღეს ჩვენზეც, რომლებიც აქ ამ წმინდა ტაძარში შევიკრიბეთ, აღვავლინეთ წირვა, თქვენი ცით. წირვის მთავარი დანიშნულება ეს არის, რომ ჩვენ სულიწმინდის მადლით მოვიღოთ ქრისტეს ხორცი და სისხლი და ვეზიაროთ, ცოცხლად ვეზიაროთ, ნამდვილად ვეზიაროთ ქრისტეს. ამ მადლთან შეხება არის უდიდესი უმთავრესი დანიშნულება ყოველი ადამიანის, რომ ჩვენ ეკლესიური ცხოვრების გზით მოვიპოვოთ მადლი სულისაწმინდის. ყველა ის წესი, რაც ეკლესიაში აღესრულება, ლოცვა, მარხვა თუ ასე შემდეგ, მეტანიები, ეს არის საშუალება მთავარი მიზნისათვის, რომ ჩვენ მადლი მივიღოთ სულისაწმინდის. ამ მადლის საშუალებით ხდება ადამიანის გამხტობა, ანუ ღმერთთან შეერთება. რომ არა ეს მადლი ბუნებრივია ეკლესიაში, ასე ვთქვათ, სიცოცხლეც არ იქნებოდა. იქნებოდა მას მხოლოდ რაღაცა ესეთი გარეგნული მოქმედებისა და რიტუალის სახე. მადლი აძლევს ჭეშმარიტ, ასე ვთქვათ, აზრს ეკლესიურ ცხოვრებას. ეს არის საიდუმლოება, რაც ეკლესიაში 7 საიდუმლოება აღესრულება და მისი მოქმედი არის სულიწმინდის მადლი. ჩვენ გვდლები ამას ვასრულებთ. იმიტომ რომ ეს მადლი მემკვიდრეობით ჩვენზე არის გადმოსული, მაგრამ მთავარი მოქმედი პირი არის თავად ქრისტე და სულიწმინდის მადლი. ასე რომ დიდება და მადლობა უფალს, რომ მადლი არტოვებს ქვეყნიერებას, უფალი არტოვებს ქვეყნიერებას და მხოლოდ და მხოლოდ ეკლესიის მეშვეობით. ამას მინდა ხაზი გაუსვა, ჩვენ ხდებით თანაზიარი სულიწმინდის მადლისა. ის სხვაგან უბრალოდ არ არსებობს. მხოლოდ და მხოლოდ ეკლესიის წიაღში, იმიტომ რომ ეკლესია ის საუნჯე, ის წიაღი, სადაც მადლი გარდამოევლინება. ამიტომაც ჩვენ უნდა ვითხოვოთ ღვთისაგან, უფალი ყველას თავაზობს და უფალი უშორველად ყველას მისცემს, მიუხედავად მდგომარეობისა, თქვათ, წოდებისა თუ ეპოქისა და დროჟამისა, იგივე მადლი, რაც მოციქულებს მიემადლა, იგივე მადლის ზიარი შეიძლება გახდეს დღესაც ქრისტიანი ადამიანი. ამისთვის საჭიროა სურვილიც და მოქმედებაც. უფალი ბრძანებს, რომელსაც ყუროდინო მოვედინ ჩემგან და სვემდინო ამ მარადიულ წყალს. ამ წყალში იგულისხმება მადლი სულისაწმინდის. უნდა სწყუროდეს ადამიანს. როგორც წყლის გარეშე შეუძლებელია ჩვენი ფიზიკური არსებობა,
როდესაც წყურია ყველა საშუალებას მიმართავ ადამიანი ცდილობას რომ როგორმე წყალთან მიხვიდე და წყალი წყურვილი მოიკლა აი ასეთივე და უფრო მეტი წყურვილი უნდა იყოს ადამიანში ქრისტეს მადლის მიღების სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ესე არ არის ადამიანები არ ეძებენ მთავარს აი ამ მადლის გარეშე როგორც უწყლო მცენარე ისე ხმება ადამიანი უმადლოდ მხოლოდ არსებობაა ჩვენი ცხოვრება მადლის გარეშე მადლთან ერთად ნამდვილი სიცოცხლეა ამიტომაც კი არ გვიარსებოს არამედ მადლით გვეცხოვროს გვეცოცხლოს ქრისტეში აი ამას გისურვებ თითოეულ თქვენთაგანს შეგვეციოს ჩვენი წმინდა სამოციქულო ეკლესიის მადლი ძალა და კურთხევა ჩვენს პატრიარქს ეგრძელობა წყალობა ამიტომაც უფალი ესე იგი რომ დედა ეკლესიას ებძვის ბოროტი ძალა რომ ეს მადლი წაართვას ადამიანებს ეკლესიაში სულ იქნება მადლი უფალი სულ იქნება მაგრამ კითხვა დგას ჩვენ ვიქნებით თუ არა ეკლესიაში და ჩვენ ვიქნებით თუ არა უფალთან ის მადლი ყველასადმი მუდმივად მარადიულად განფენილია უფალი ამას არ აკავებს უბრალოდ ჩვენ არ ვართ მზად შე შემთხვევაში რომ ეს მადლი მივიღოთ ამისთვის რა არის საჭირო გულის განწმენდაა საჭირო ეკლესიური ღვთისმცნებების ასულებაა საჭირო რომ ის ჭურჭელი ჩვენი შინაგანი სული გული და თვით სხეულიც როგორც ტაძარი უნდა იქცეს სულიწმიდის მადლის სამკვიდრებლად აი ჩვენ არ ვართ მზად ვინ რამდენად იქნება მზად იმდენი სიუხვჩევა მასში მადლი აი გარე მოიცავს მადლი მაგრამ გულს თუ არ გაუგებ იქ მზის სხივი სითბო ნათელი არ შევა ასე რომ აი ჩვენზეა დამოკიდებული უფალი გთავაზობს მიმღეობა ჩვენზეა დამოკიდებული ღმერთმა დაგლოცოთ ღმერთმა გაგახაროთ ღმერთმა სულიწმიდის მადლით აგავსოთ თქვენ და სულიად საქართველოს ღმერთმა დაამშვიდოს ჩვენი ცხოვრება დაავსოს დიდი სიხარული და მადლის გარეშე ეს სიხარული და ბედნიერება არ არსებობს მიწიერი ბედნიერება და მიწიერი რაღაც სიამოვნება ეს არ არის თავარი და ეს არ არის ნამდვილი ბედნიერება შეიძლება არაფერი არ ქონდეს ადამიანს მაგრამ თავარი მადლი ქონდეს და ის იქნება უბედნიერესი ასე იყვენ უდაბნოში წმინდა მამები ასე იყვენ მოწამეები რომლებიც ყველაფერს მოვდნენ მაგრამ თავარი ქრისტე შეენარჩუნებინათ და ისინი იყვენ ამით ბედნიერები ასე რომ აი ეს თავარი ბედნიერება სულიწმიდის მადლით გეპოვოთ ჩვენ დალოცოს ღმერთმა ჩვენი მამები რომლებიც აქ მობრძანდნენ რომლებიც აი მადლის გამცემები არიან ქრისტეს მიერ დავიანთი პირსეული მსახურებით მამა ნიკოლოზი და მისი სამწო მრევლი სოფელი აქ მობრძანებული სტუმრები სადაც ტაძარი ეს უნდა ვიცოდეთ აი იქ არის მადლის ცენტრი ასე ვთქვათ რომ იქიდან გაიცემა მიეფინება მთელ სოფელს თუ ქალაქს თუ მიდამოს ეს მადლი სადაც არ არის მოქმედი ტაძარი ის ადგილი მადლს მოკლებულია ამიტომაც ბედნიერები ვართ ჩვენ თითქმის ყველა სოფელში მიუხედავად ამისა რომ აქ უმცირესობაში ვართ მადლობა ღმერთს მოქმედი ტაძარი არის და ყველა დღესასწაულებზე და კვირას აქ მამები მობრძანდებიან და უფალი გვაძლევს ამ შანსს რომ მადლი და წყალობა მიიღოთ ამიტომაც ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ ერთი სიცოცხლე გვაქვს ჩვენ დრო ძალიან სწრაფად გადის და რაც შეიძლება აი ვიტყვიან მეტად დავეწაფოთ ამ მადლის წყაროს ვიდრე გვაქვს ამის საშუალება იმიტომ რომ ხედავთ უდიდესი განსაცდელებია და ხვალდაზე შეიძლება რაღაც დიდი განსაცდელები იყოს და მე სანანებელი იყოს გაგახაროთ ღმერთმა დალოცვილი იყოს სოფელი ბალიჭი ჩვენი ეპარქია და სრულიად საქართველო ღმერთმა დაგლოცოთ და მრავალს დაესწარით აი ხარეთ მამა ილოცო მრავალს დაესწარით